მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. რა თქმა უნდა, კარგ და კეთილსინდისიერ გამომწერებს, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. არინანებთ, გამოისწორებთ ცხოვრებას. მე კაიხანი მინდოდა ჩაწერა, მაგრამ იყო ეს ეტყობა სამყარომ კიდე ჩემი გამომწერების მეშვეობით შემახსენეს, რომ ჩამეწერა ესეთი წმენდა ნეგატივის საჩუქრიდან ყურეთ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა დაბადების დღეზე გაჩუქეს, ისე გაჩუქეს, ასე გაჩუქეს, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გაჩუქეს, ხო? და უყურეთ ახლა. ეს არის აი მაგალითად, რაზეც დაანთეს, შეიძლება უკუღმა დაანთეს და მერე წაღმა მოგიტანეს და გაჩუქეს, მაგრამ ის აუნთებელის დასანთების ანთებია, სურნელოვანი მიხვდით, ხო? მაგრამ შემოატარეს, გაკვანძეს, გამოკვანძეს, აი აქ ხედავთ, ხო, კვანძებს, ხო? თოკებით, ბაწრებით და ასე შემდეგ, ხო? ან მაყუთში გაუყარეს, მერე აი ესეთი თემები კეთდება. რაზეც ესე იგი და სადაც ილოცეს და დაილოცეს უკუღმა, მიხვდით, ხო, თქვენზე და თქვენს ჯანმრთელობაზე, შვილებზე და ასე შემდეგ. აქ ესე იგი რასახის ყუთი შეიძლება ძალიან ლამაზი იყოს, თუ ყუთის გარეშე არ აქვს მნიშვნელობა, მიხვდით, ხო? და ეს, კუკლავუდუ ამ ტაროში არ არის, მაგრამ იგივე ვოლტი წარმოიდგინეთ, ხელში უჭერი ხართ. ნახეთ როგორ გაკონტროლებენ და რაც ესე იგი შავმა ხელმა თქვენზე იმუშავა საჩუქრიდან გადმოცემული თქვენს ავადმყოფობაზე, თქვენს წარუმატებლობაზე და ნებისმიერ სფეროში თემაზე, ესე იგი რომ გაგაცამტვეროთ თქვენ, თქვენი შვილები, თქვენი ოჯახი, მეუღლეები და ასე შემდეგ, ხო? ეხლა მე სტუდიაში შემოვიყვან აი ამ არაჩვეულებრივ წყალს, რომელიც აქ რაღაცები ყრია, მგონი ეტყობა და ცოტა ერთი წუთი აბა ხო არ ავწიო, აი ესე ჯობია, ხო? და აქ იქნება ესე იგი მუშაობა რაზე? რომ გავანადგუროთ ხო არ გამოვწიო, არა ესე ჯობია. ხო, ეს სანთლები უკვე მუშაობს რამდენი ხანია და დაიტვირთა. და მოდი დრო რო არ დავკარგოთ, თან მოიწონეთ ვიდეო მეგობრებო და მე აქ კითხვებზე ერთ-ორ კითხვაზე პასუხს გაგცემთ ახალი გამომწერების, რომლებიც მეუბნებიან, რომ მე საზღვარგარეთ ვარ და რას ნიშნავს გამოსასყიდი. ბარემ გეტყვით, გამოსასყიდი ნიშნავს, რომ თქვენ ჩემთან ერთად ჩემთან ცვლით ძალებს და სამყაროსთან. ესე იგი ეს არის აუცილებელი, რომ უკან არ მოგიბრუნდეთ, აი ეს ყველაფერი ცუდი, შავი, რაც გისურვეს. მიხვდით, ხო? თუ არა და მაშინ გაეწერეთ, ვისაც სურვილი არ აქვს, რომ გამოსასყიდი გადაიხადოთ. იმიტომ რომ მე ჩემს ძალებს ესე ჰაერზე ვერ გავუშვებ, მიხვდით, ხო? გამგები გაიგებს და ვისაც არ მოსწონს ესეთი თემა, არის სხვა არხები და მიბრძანდით, წარმატებებს გისურვებთ, ხო? ესა ახლა ყვითელი და წითელი სანთელი მაქვს მე აქ. ოხოხო, უკვე წკაპუნობს. ეს სანთლები არის თქვენს გარეშე, ახლა აქ დრო აღარ მინდოდა წამერთმეა თქვენთვის ბევრი, არის უკვე როგორც მე მჩვევია დათქმული, სერიოზულად დატვირთული, მე ხა ძირითადში ვხსნი რას? ვხსნი, რაც ესე იგი საჩუქრიდან არის კონკრეტულად შემოსული, მე აქ მთხოვეს ფულიდანაცო, მაგრამ რა არის იცით, ფულიდან სხვა ეს უკვე რიტუალი უნდა ჩატარდეს და მერე წმენდაც და ეს არის, წმენდა უძლიერესი ნეგატივის შემოსული საჩუქრიდან. რაც დაიწყევლეს, რაც ესე იგი მიგაბეს, მოგაბეს კრადნიკები, თქვენი სახელი თქვით?
თქვენზე შავ სანთლებზე წაიკითხეს, ეკლესიაში წაიკითხეს, ესე იგი შავ მაგიაზე გააკეთეს. როგორ იცით, შეიძლება ტანსაცმელი გაჩუქეს, შეიძლება აქ აი ფულიდანაც გამოეკვეთა. შეიძლება ტანსაცმელი გაჩუქეს, მაგრამ შიგნით ამოაკერეს რაღაცა, ისეთი პატარა რაღაცა, რომ თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, მიხვდით, რომ ეს არის ის თემა, აი საერთოდ ვერ იპოვით, ხო ხვდებით არა? თუ ესე იგი კუკლა ვუდუზე ან ვოლტზეა გაკეთებული თქვენზე გადატარებული, დათქმული ნაჩურჩულები, ნახეთ სანთელს უჭირს, არ იწვება კარგად, უკვე აგე აქ არის რქები. ნუ რაზე რა ვთქვი, ხო, აი ზუსტად რაც როგორც დავთქვი ეს სანთელი და რა ლოცვებით და უკულოცვები წავიკითხე, მოხსნის, აქ მე კონკრეტულად ვხსნი ახლა თქვენზე გაკეთებულ ჯადოს საჩუქრიდან გადმოსულ ჯადოს. კაპაწკუპი გააქვს. ნახეთ როგორი რქებია თუ შეამჩნიეთ. რქები, აი რქები. ნუ სანთელი გაშავებულია. აქ არის როგორ იცით, ეხლა აქ ბევრი მიყურებთ მე, თან ყურს გისმენენ. აქ არის ესე იგი, ვინც დაგწყევლათ აი ამ საჩუქრიდან, რომ შვილები არ გეყოლოთ, არ გამრავლდეთ, აქ იმიტომ რომ აი აქ ამოვიდა ნაყოფი და ძალიან დამეხვათაუბრო. მე მაქვს ორსულობაზე რიტუალი და შედით წმენდა და უყურეთ, აუცილებლად მოგეხმარებათ. ხო, კიდე აქ ხედავ ქამარი, ქამრებიდან აკი, აი ნახეთ ქამარი მეთქი. ქამარი რა არის? ესე იგი, რო შემოირტყა, ქამარი არის წელი, ხო? წელზე, ესე იგი, წელიდან მიდის რა? მიდის ქვედა ჩაკრები, გამრავლება, გახარება, წინსვლა, გზები, სამსახური, დაოჯახება, ბედნიერება, ფინანსები, კრადნიკები, ესე იგი სანთელი არ ერთდება. ნახეთ, როგორ ცუდად მუშაობს. ცუდად როგორ, ესე იგი, ალება აქვს ზემოთ ადის, უნდა დაიწვეთოს დაბლა, მიხვდით, უნდა იწვეთებოდეს, მაგრამ აქ ნახეთ სულ რქები აქ, რაც კი ჯადოქრებისგან, კალდუნებისგან, კალდუნიებისგან, ესე იგი, შავი ვეძმებისგან, შავწიგნიანებისგან, ჭუჭყიანი ხელებიდან გაკეთებული ეკლესიაში ნალოცი, უკუღმა და მოტანილი თქვენთან შემდეგ სახლში, რაც ხელში მოგაწოდეს, აი ამას ახლა აი ზუსტად გაშავდა ხელზე, რაც ხელში მოგაწოდეს, რაც თქვენ შვილებს მიაწოდეს, რაც თქვენი შვილებისთვის შემოიგიტანეს ოჯახში, ან ოჯახში არა და რესტორანში რო დადიხართ, ან ბავშვების ცენტრი როა, აი იქ რო იხდით დაბადების დღეს, ხო? აი რაც იქ უკვე წინასწარ იყო დათქმული და თქვენ შვილზე შვილებისთვის გადმოცემული, აი ამას ყველაფერს ხსნი, რაც გრძნეულებისგან იყო გაკეთებული, რაც ახალგაზრდებისგან, ცისფერთვალებიანებისგან, გოგონებისგან, კალდუნებისგან, ესე იგი არ იწვეთება სანთელი, ესე იგი ნახეთ სულ როგორაა ძირითადად, ესე იგი აქ არის ცრემლებზე, უფულობაზე, უბარაქობაზე, მიხვდით ხო, სულ ფული, რაც ახლა ვისაუბრე მე. უყურეთ, რაც ახლა ვისაუბრე მე. აი აქედან გამომდინარე, კრადნიკები ჯანმრთელობაზე, კრადნიკები ურთიერთობაზე, კრადნიკები წყვილებზე, კრადნიკები უბედობაზე, შეხედულებაზე, გარეგნობაზე, სილამაზეზე, წონაში რომ მოიმატოთ, წონაში რომ დაიკლოთ, თვალები, აქ თვალებს ვხედავ, მე თვალებზეა რაღაცა გაკეთებული კიდე, აი ორი შავი თვალი ამოვიდა აქ. უყურეთ როგორ არის, პოტენცია, აი წყვილები დაეწვეთა.
ოჯახის გახლეჩვაზე, გაუგებარი ჯადოები კიდე საჩუქრებიდან გადმოცემული, წეღანავ თქვი არა აქვს მნიშვნელობა დაბადების დღეზე გადმოქცეს თუ არა დაბადების დღეზე და ისე გაჩუქეს, ხო? აქ ჩანს კიდე რომ ესე იგი სახლს რო ან იყიდი, იქირავებ, იგირავებ და აი რო აღნიშნავ ნოვოსელიას რო ნახეთ როგორი ხედავთ ხო რქებს, ხო? ნახეთ ერთი რქა, ორი რქა. იმიტომ არ ეწვეთება, ესე იგი აქ წინააღმდეგობს დემონები, ბესები, ჩირტავშინები და სუშნასწები პროგრამები, რაც ლარვები დადებულია სიკვდილზე, განზრახულ ავარიებზე, ციხეში ჩაჯდომაზე, ბავშვების გაუკუღმართეობაზე, მანიპულაციაზე, ტყუილზე, გაყრა-გამოყრაზე, სასამართლოებზე, ვიზებზე, საბუთებზე, ფინანსებზე, სამსახურზე, კარიერაზე, ბიზნესზე, მცირე ბიზნესზე, აქ მოდის მანქანები ამოვიდა, მანქანებზე დადებული ჯადოები, ვინც კრესლოში ორი ფეხით ამოვიდა პიროვნება ავარიებიდან გამომდინარე, გოგოებიც ამოდიან და ბიჭებიც სამწუხაროდ გისურვებთ გამოჯანმრთელებას, აი ხა მოგეხსნებათ, აი ეს ყველაფერი ჩემო გოგოებო და ბიჭებო, ნახეთ როგორი რქები, არ შორდება რქები. ნუ პირდაპირ ესე იგი, აი ხა კიდე კარგად ცოტა წამოვიდა, მოერია, ნუ რა თქმა უნდა თეთრი მაგიური ძალები, უფალი უფლის გარეშე, აქ კიდევ თქვენთან ერთად ვიწვევ უფალს. წმინდა ნიკოლოზი აი აქ ყავს, მოგეშინიათ, აქ არის და გვფარველობს. და ვთხოვ უფალს წმინდა ნიკოლოზს მაღალ ძალებს, ნახეთ ჩამოვარდა რქები, რომ ესე იგი აქ მოხდეს მაქსიმალური გაწმენდა და ჩამოშორება აი ამ შავი ნეგატივისა, რაც გაკეთებული იყო ხოჯასგან, მოლასგან, ნუსხური მაგია, არაბულად. ნახეთ კვანძი, აი აქ ეხა კვანძია, რაც ვთქვი მე, აი ამ სანთელზე ხო ეს ამაზე ხო გაჩვენეთ ტაროზე, რომ კვანძია მეთქი, ხო? აი ეგ არის ზუსტად, აი გამოვიდა, ეგ დაფიქსირდა. ერთი წუთით სხვანაირად არ გამოვა. ნახეთ ჩაქვრა. არ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს, მაგრამ მე კიდე მაქვს მომზადებული სანთელი, თქვენ არ ინერვიულობთ. აქ კონკრეტულად მე ვხსნი თქვენ და მე ვიზეც უყურებთ და მეორე ადამიანი ჯადოს მიხვდით? ჯადოს, ნეგატივს, პორჩას, ესე იგი ცხოვრების ყველა სფეროზე, რაც გისურვეს, აქ არის გუდა, ნახეთ რამხელა კრადნიკები გაქვთ. ოჯახის იდილიაზე რო დაგერღვათ, რო ესე იგი ეშმაკებად მოგეჩვენოთ ერთმანეთი, აი ესეც ამოვიდა და ადრე რო ჟღურტულებდით, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით, ხო? და რამდენი წელი ხართ ერთად თვე თუ დღე თუ კვირა. ჟღურტულებდით რაღაცა აქეთ-იქეთ და აი ესე დაინგრა ოჯახი. აი ესე აგერიათ ცხოვრება, შეიძლება არ დაინგრა, მაგრამ აღარ არის ხო ის შეხმატკბილეობა, ის გაგება, ის ჟღურტული მტრედებივით რო იყავით, ხო? მტრედებივით რო იყავით, ნახეთ? ესე იგი, მიუხედავად ამისა, აქ რომ მე დახვეული სანთლით მუშაობ სპეციალურად, რომ მოიხსნას ჯადო, მაინც ცალ-ცალკე გადის, სანთელები მუშაობს ცალ-ცალკე. ცალ-ცალკე მუშაობს. მაგრამ მაინც წამოვიდა ის, რაც საჭიროა. აი აქ უკვე ჯადოქარი გამოიხატა, აქ გამოიხატა ვირთხა, დიდი ვირთხა, აი ამ კრისებს, ვირთხებს, თაგვებს, ხო?
აი ამებს გაშორებთ თქვენს გვერდში მყოფები, ვინც ესე იგი კი შური, ნახეთ რამხელა შურია. აქ რაც ესე იგი მიჩვენებს, რომ თევზზეა გაკეთებული, მე მაქვს რიტუალი, გადავიტანოთ ჯადო თევზის თავზე, ჩართეთ უყურეთ, აქ კვერცხზეა გაკეთებული, ქათამის მსხვერპლ შეწირვებია გაკეთებული, სანამ ესე იგი თქვენთან მოვიდოდა ეს საჩუქარი, თქვენს ხელში მოვიდოდა, თქვენს სახლში დაიდებოდა. აქ ამოვიდა კიდე რა, იცით, მაიმუნი, ან ვიღაცა მაიმუნის წელშია, ან თქვენ ხართ მაიმუნის წელში და თუ ვინმეა მაიმუნის წელში და იცით, გელაზღანდარებათ მიხვდით ხო? გელაზღანდარებათ, ან თქვენს პიროვნებას ელაზღანდარება, ვინც მაიმუნის წელშია. ხსნი ყველა ჯადოებს, ხსნი ნებისმიერი, ნახეთ, არ მოეწონა, ხედავთ? ნებისმიერი საჩუქრიდან გაკეთებულს, იმიტომ რომ მე ამ სანთლებზე ისეთები მაქვს ახლა დათქმული, რომ უკვე არ მოეწონა, გაიხსნა გოგოებო, ბიჭებო, გაიხსნა, ნახეთ, სულ წამოვიდა ეს ნაგავი, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი წყალი არაა, ნახეთ, რაღაცეები ცოტა ჩავყარე სპეციალურად და რაც კი შავ მთვარეზე, ლილიტზე, რაც კი სავსე მთვარეზე, რაც კი ახალ მთვარეზე, რაც კი დაბნელებაზე, რაც კი ესე იგი შუალედურ ფაზობრივი ფაზებიც აქვს, მაგას იყენებენ, მაგ მთვარის ფაზებზეა გაკეთებული და მთვარეზეა ნათხოვნი და მთვარის ანგელოზებზე. მე აი ამ მთვარის ანგელოზებს ვთხოვ, რომ ადგნენ ფეხზე და აი დამეხმარონ, რომ თქვენ მოგხსნათ ჩემს გამომწერებს და ჩემს თავს, რა თქმა უნდა, ნახეთ რამხელა თვალები, შავი თვალები, შური, საფლავზე გაკეთებული, სიკვდილზე გაკეთებული ჯადოები, იმიტომ რომ აქ დიდი დემონები და სუშნასწები ამოვიდა, სუფულებზე, შური თვალი, შავი თვალი, ჭირი და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერს თქვენ გამხსნი, გოგოებო, ბიჭებო და თქვენ, ვინც ეს მოგიტანათ და გაგიკეთათ, უკან ვუშვებ, სამყაროს ვთხოვ, მოძებნოს ის ადამიანი, დასაჯოს, ძალიან განსაჯოს, ძალიან ესე იგი სასამართლოზე, უზენაესი სასამართლოთი დაისაჯოს, ძალიან სწრაფად, მკაცრად და ლინჩის კანონით. ამინ, ამინ, ამინ. აჰა, X-იც. აქ რქები ხო თქვი, რქები მეთქი არა? საშინელი სიტუაციაა და მე ხა როგორ ვარ, აქ მე მაქანავებს სერიოზულად, რო იცოდეთ, მაქანავებს, როგორც ყოველთვის. და ეხლა მე აქ ამოვიდა საშინელი სიტუაციები, ამოვიდა, უყურეთ, დემონები და საშინელი რაღაცები. სუფულზე, გოგოებო, ბიჭებო, სუფულზე, ოჯახზე. აქ არის კიდე რა, იცით? აქ არის ეს რა ქვია, მიბმებია, პრივაროტები მოიხსნა და ბევრი რაღაცეები მოიხსნა. ნახეთ, ქალის სახე, აქ კიდე ზის ქალი ჯადობს, ნახეთ და ეს იპარავს აქ გუდმაზე, რა ქვია, რო წნავენ ის ძველი ის რო არის, ძველად რო იყო აბრეშუმის ძაფს, ხო ხდებით არა? აი ეს ამოვიდა ზუსტად რა, ქართულად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ ვერეწინა ქვია რუსულად. აი ესეთი წვეტიანი როა და ესე რო ახვევ, ეგეც საშინელი მაგიაა, მიხვდით ხო? რო ვერ გამოხვიდეთ სიტუაციიდან. აი საყურეები, აი ბეჭდები, ჩემო კარგებო, სათამაშო ცხენი ამოვიდა, კიდე აი ესეთი რაღაცა, იცით რა ამოვიდა, ახალი სათამაშოები რო გამოვიდა, მის რა ქვია ეხლა, არ მახსოვს რა ქვია, ყველა ბავშვს უყვარს, ყურებიანი რაღაცა მახინჯი სათამაშოა, მაგრამ ყველას უყვარს. აი მანდედან არის გაკეთებული. ძირითადად ნაფეხურებზეა, აქ კიდე არის კბილებზე და შეიძლება კბილები თქვენი სისხლით ნათესავი, თქვენი წინაპრული ხაზია აქ ჩართული, რომ დანეგატივებულია სუ შური, სუ აი ეს ძირითადად ფულიდანაც აი უფალმა ისმინა და მოიხსნა.
ეხლა მე აი ამ თეთრი სანთლით გადავუკიდებ ყვითელიდან და წითელი სანთლიდან და მე აქ ეხლა მოვხსნი ძირითადად მოვხსნი. ოხო, ნახეთ რეებია. აქ რუნებზეცაა ნამუშევარი, მეგობრებო, ნახეთ. ისინი ფრთიანი დემონები, პატარები, განახლებული, ბავშვებზე გაკეთებული. ნახეთ, 1 ადამიანი, 2, 3, კრადნიკები, სუშნასწები, დემონები მკვდრებზე გაკეთებული. ნახეთ, გულზე, პოტენციაზე, გასაღები, ჩექმა, წინდები. ნუ რო არ აწახვიდეთ წინ, მიხვდით ხო? რო არ იმოგზაუროთ და ასე შემდეგ. მენტალზეა აქ კიდე ნამუშევარი, მენტალზე. არის რიტუალები ფეხზე, ხელზე და უყურეთ თავზე, თვალებზე, ყველაფერზე მაქვს. მე ეხლა ძირითადად თქვენი სახელი დაასახელეთ, ან მერე ვიზეც უყურებთ, თქვით? აქ ეხლა მე გავწმინდავ, აქ ხო მოვხსენი ჯადო, ნეგატივი. აქ მე ეხლა გაგწმინდავ პირადად შენ, ერთი მიყურებ, ხო? აი ეხლა მოგაშორებ აი ამ ყველაფერს. რაც მოშორდა და რაც დარჩა, ხო? აი ამ სანთელს ვთხოვ, რომ წამოიღოს შენგან, წამოიღოს და აი აქ დაიღვენთოს. რაც კი დარჩა, რა ნეგატივიც დარჩა, რა სიბინძურეც დარჩა, შური, თვალი, პირადად გწმინდავ, აი შური თვალი. რაც მეზობელსაც მეუნებიან, გული გაგატკინეს, გული გაიხატა, ვაშლზეა კიდე გაკეთებული, ვაშლზეა გაკეთებული. ჩვეულებრივი სანთელია, მეგობრებო და ნახეთ რა დღეშია. ჩვეულებრივი სანთელია. ვაშლზეა გაკეთებული, კიდე ის არია გაყრილი პირდაპირ, რაც ესე იგი დარჩა ჩემგან უთქმელი, ან გავიფიქრე და არ ვთქვი, აი ეს ყველაფერი წამოიღოს ახლა ამ სანთელმა, თხოვ სანთელს, მაგიურ წრეში, გააქტიურდეს, მოგაშოროს შავი ჭირი, შავი სიკვდილი, შავი ნეგატივი, საფლავზე გაკეთებული ყველაფერი, რაც დარჩა, წმინდავ მთლიანად. დავიწყებ პირველი ჩაკრიდან, პირველი ჩაკრა ჩამოვწმინდოთ. საშინელ დღეში გაქვთ პირველი ჩაკრა. ნახეთ სანთელი როგორ გაშოვდა, ნახეთ. ოხო, პირველი ჩაკრა. თითქმის ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ დღე და დღეში 9 ჯერ მიდის თქვენი პირველი ჩაკრის გატეხვა. მეორე ჩაკრა, ესეც არის მამაკაცებშიც იგივე, განაყოფიერება, გამრავლება ქალებში, მამაკაცებში. ეს ნეგატივი წამოვიდეს. საკვერცხეები, მეორე საკვერცხე. მესამე ჩაკრა, სასიცოცხლო ჩაკრა. ოხო, ნახეთ სასიცოცხლო მეთქი და სანთელი როგორ გაშოვდა, ხედავთ რეებია. სასიცოცხლო ოპა, გამარჯობათ. რას ვიძახდი? არ გადახვიდე იქით. სასიცოცხლო ჩაკრა, მესამე ჩაკრა. ჩაკრები გაიწმინდეთ სასწრაფოდ. კაუჭი გაქვთ გამოდებული. აქ თქვენს ბავშვებსაც ურტყავენ. რაღაც ესე მეუნება, ხა იცით როგორ ამ ძლივს ამოვისუნთ, აი რომ გაგეჭედება, აი ესეთი თემა დამემართა, გაიწმინდეთ. წამოვიდა ნეგატივი. გულის ჩაკრა, გულის ლოტოსი ანახატა. გულის ჩაკრა, როგგონია რომ მუცელი გტკივა, არა და გულია, როგგონია რომ
ფეხები გტკივა, არა და გულია, გულმა იცის დაჭერა, გადაცემა, მეორე მხარეს უფრო იცის ტკივილი, წელის ტკივილი. კეფას კიდე იჭერს. ნახეთ რამხელა დემონებია. გული დაეხატა, ხედავთ? აი, გული დაეხატა. ბიოლოგიაში როა ისეთი გული. ანატომიაში. გულის ჩაკრა. წმინდა შენგან, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებ. შურია, დიდი შურია, ურთიერთობის გაციებებია, ესე იგი გაგიყინეს გული, ურთიერთობებზე, ემოციები მოგპარეს, ხასიათი შეგეცვალა, აღარ იცინი, აღარ მღერი ხარ, აღარ ცეკვა, მიხვდი? აი ესეთი თემა ამოვიდა. ყელის ჩაკრა, ავედი. აქ მაგიური საყელურია მოგმული, მაგიური საყელური, კი, აი, დაამტკიცა სანთელმა. სანთელს ვერაფერს ვერ გამოაპარებ. წმინდა ნეგატივს, წმინდა რომ ილაპარაკო, რომ შეეწინააღმდეგო ვინმეს, ხა ცუდად კი არა, რომ აი შენი პოზიცია დაიჭირო, რომ თქვა აი მე ეს არ მინდა, მიხვდი? და ამას იყენებენ. აი გამოვიდა ესე თმა აფოფრილი, ქალსაც გავს, კაცსაც, ესე ცოტა აწეული ცხვირით, ტუჩები ხა არ ვიცი თუ ქალია შეიძლება ბუნებრივად აქ დაბერილი, ან ხელოვნურად აქ დაბერილი. და აწეული ცხვირ პირი ამოვიდა. მახინჯი არაა, სიმპათიურია. აჰა, გასაგებია. ეხლა გავწმინდოთ მესამე თვალი. რომ დაინახოთ, რომ იფიქროთ, რომ იდეები, ჯერ ფიქრები რომ მოგივიდეთ თავში და მერე რომ განახორციელოთ წმინდა მესამე თვალი, რაც ჩაკეტილია და ნეგატივებულია. ის გაიმორიტი რო გონიათ, რომ შორის გტკივათ და ამ დროს კიდე ჩაკრა გაქვთ დაბინძურებული, ჩაკეტილი ხელოვნურად მაგიური საქმეებიდან, ნაკეთობებიდან გამომდინარე თქვენი მტრებისგან. ეხლა წარმოიდგინეთ, დაიჭირეთ ვითომ მაკრატელი გაქვთ ხელში და აი ესე გაჭერით სამჯერ, აი ეს შუბთან გაჭერით, აი ეს შეკერილი, გაკერილი, აი ეს თასმები ტყუილა კი არ დავდები მე აქ, აი ეს თოკები, აი ეს გაჭერით, მიდით? ნახეთ რა დღეშია მესამე თვალი, ო ბაბა. და ავედი ეხლა ყიფლიბანდზე, მეფური და უფლის წვდომა რო გაქვთ ჩაკეტილი ბევრს, მეშვიდე ჩაკრა. წმინდა, აი, ნახეთ სანთელი არ იტყუება. ჩაკეტილი გაქვთ, პირდაპირ კალპაკი გადევთ რა, ანუ მოქცეული ხართ რა, როგორც აი სამკუთხედი რაღაცა ყუთივით გადევთ თავზე. ახლა ვხედავ, დაკეტილი გაქვთ. მეშვიდე ჩაკრა, უფალთან წვდომა, ხსნი, აი ამ ნეგატივს ვასუფთავებ. აქ ნიორის ფურცლები ხახვი ამოვიდა, გასუფთავებ, აი ამ მეშვიდე ჩაკრას. გასუფთავდა, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეხლა ვგრძნობ, როდის სუფთავდება და როდის არ სუფთავდება. ეხლა, აჰა, ჩაქრა ეხლა. ორივე სანთლთან გადავუკიდე. აურა, თქვენი აურა. რაც ესე იგი გაკეთებული იყო საფლავებზე და რაც იყო გაკეთებული სასაფლავებზე, რაც გაკეთებული იყო საფლავზე, მიცვალებულზე, თქვენ ერთ-ერთი სახელზე, თქვენაერი სახელი, ვისაც ქვია და წარსულია მომკვდარია.
რაც მიბმა იყო შავი მიბმა და ვინჩანია მკვდართან, ანუ ჯვრის წერა დაგწერეს ჯვარით მკვდართან. ის მკვდარი ხა გწოვს ენერგიებს, ხო? კი, არის მიბმა. ზოგს აქ მიჩვენებენ ხელში ჩააკვდა. ხელში ჩააკვდა ადრეც და შეიძლება ეხლაც და აი ის ნეგატივი, ის სული არის დარჩენილი და იქ ესეც მიწებებაა თავისთავად, უნებურად. რაც ესე იგი კრადნიკებია გაკეთებული თქვენზე, თქვენ ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილებზე, მეგობრებზე. რაც ესე იგი ობობას ქსელებია მოხვეული, დახვეული. დაწნულია ძაფებით შეკრული იყო ცხოვრების ნებისმიერ სფეროში თქვენზე, თქვენი სახელი. რაც დემონებია, ბესავშინები, ჩერტავშინები, სუშნასწები, ლიაროვები, პროგრამები, პრივაროტები, ინკუბები, სუკუბები, ეგელგეიტები, გაუკუღმართავება. აი ეს ყველაფერი, ხო? აი ეს ყველაფერი. აი ამ მაგიურ ჯამში ასე უწოდებ. ჩამოიღვენთება, რაც სიკვდილზე და უცაბედ სიკვდილზეა გაკეთებული. ფულის აი როგორ იცით, რომ ხარივით რომ გაგივიდეთ, რომ არ იცით საწავი და რაც ჩაკეტილია ეს ფინანსური გზები, ბლოკებია, ხსნი აი ამ ყველაფერ ბლოკებს, რაც ვთქვი, რაც გავიფიქრე არ ვთქვი, რაც სათქმელი დამრჩა. აი აქ მე ამ მაგიურ წრეში აი ამ ყველაფერს ხსნი თქვენგან ბლოკებს, კრადნიკებს, უბედურებებს, გაუკუღმართავებას, გაუგებრობებს, გაყინვებს გულის, უსიყვარულობას, უბედობას, მარტოობას, ავამტყოფობებს, სხვისი გადმოგდებული ავამტყოფობები, რამდენი დაფიქსირდა აქ, ხო? აი ამ ყველაფერს ხსნი მე აქ და გამომგზავნს, გამკეთებელს, თქვენს მტერს, ჩაქრო, არ ესიამოვნა. აქ სიკვდილზეა გაკეთებული. მაგ მე საფლავის პორჩა და მოიხსენით. აი აქ ყველაფერს, აი ამას ხსნი და უკან ვუშვებ, ერთი-ერთში არნახული სისწრაფით. ბუმერანგი, აბა რა, წავიდეს, გაფრინდეს, მისამართზე მიფრინდეს და გამკეთებელს და დამკვეთს დააფრინდეს. ამინ. როგორც თქვი, ასეც იქნება და ასეც არის ჩემს სიტყვებს. ვერავინ ვერ შემოაბრუნებს. ცხრაკლიდით და ცხრაკაცალებით ვკეტავ და უფალს და არხანგელებს, ანგელოზებს და არხანგელებს ვარ. აქ კი, არის მკვდართან მიწებება, ნახეთ როგორი კაუჭია, ნახეთ როგორი აი არ ჩანს მგონი კარგად, აი ესე კაუჭია, ესე ცეცხლი ხო, აი კაუჭია. და ეხლა განახლებული წინა ახალმთვარესაც არის კრადნიკები და ვიღაცამ შავი ცრემლით იტირეთ და ეხლა ვაქრობ შენს ძალას მტერო. ამინ, ამინ, ამინ. ჩემო გოგოებო და ბიჭებო, მე ხა რა უნდა გითხრათ, ამას უნდა უყუროთ, სულ ცოტა, ეხა გეტყვით რამდენჯერ. 6 ჯერ, უეჭველი 6 ჯერ და თუ პირველად არ გექნებათ, ეხა მე აქ მოგიმზადეთ რუნა. ეს არის დამცავი, უყურეთ, ვისაც დაბადების დღეები გექნებათ ეხლა, ან გქონდათ, ხო, მანაზი და ალგიზი. გქონდათ, ხო, აი ეს ეხლა უნდა გადაიხატოთ, მე გაჩვენებთ როგორ, უყურეთ, აი ესე ჩამოусმევთ, მერე ესე ჩამოусმევთ. მერე აქედან ესე, აქედან ესე. ეს არის მანაზ. და ეხლა ალგიზი. ესე ჩამოусმევთ ზედვე. სანამ ამას ჩამოусმევთ, ესე, ესე, ესე და მერე ჯერ ამას ჩამოусმევთ. მერე ამას ჩამოусმევთ. მერე ამას ჩამოусმევთ, უყურეთ. აი ასე, ასე.
მე ამას ჩამოусმევთ, რომ ალგიზი დახატოთ, მე ამას და ამას ესე. მიხვდით, თუ გინდათ დაგიხატავთ, აბა ერთი წუთი დაგიხატავთ, თან ეს მინდოდა მეჩვენებინა და კიდე ტარო მაქვს მომზადებული. ერთი წუთით. აქ ეხა როგორ გამომივამე კადრში, რომ რაზე დავდო ეგეც არ ვიცი, როგორ გამოვა, არ ვიცი, ხა ხელზე მაქვს დადებული და მაგიტო. მაგრამ გაჩვენებთ თან მიმდევრობას, ცოტა პატარას დავხატავ. უყურეთ, ეხა არ გამოვა აქ სწორი, მაგრამ არა უშავს, მომიტევეთ, ხელები ისე ცუდად მიდევს უკან, აი ესე და ესე. ეს უნდა იყოს, ვაიმე, წუთი. ეს სწორი, მიხვდით ხო? აი ეს უნდა იყოს სწორი, აი ეს. სულ სწორი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვდგავარ, დაყრნობილი ვარ, მომიტევეთ. ხო, მე ვხატავთ რას? აი ამას. აი ესე და აი ვაიმე, ბოდიშით, აი არ გამოდის, ეს არ შეიძლება ესე. აი ესე ჩამოусმევთ, უყურეთ? ხო ხდებით? არაფერზე არაა ქაღალდი, აი ესე, მიხვდით ხო? ეს ხა სწორეზე დავხატე. მერე აი ამას ჩამოусმევთ, მერე აი ესე, ესე, მერე ესე, მიხვდით? მერე ესე, მერე ესე. და გააქტიურეთ, ან ესე იგი იმით, რა ქვია, სული შეუბერეთ, რომ ბევრი არ იწვალოთ, მე ესე გაგიაქტიურეთ და თქვენთანაც წამოვა, სული შეუბერეთ, რომ არ იწვალოთ. და თქვენი სახელი თქვით და დაბადების დღე რო სანამ მოვა, 3 დღით ადრე ჩართეთ ეს რიტუალი, ეს დაიხატეთ, აი აქ მარცხენა ხელზე, ოღონ უყურეთ, ესე ხო გაჩვენებთ მე, უნდა დაიხატოთ, აი ასე რო იყოს, მიხვდით, ხელზე, აი ასე, უკუ პირიქით, ესე იგი, ხელს რო ჩამოწევთ, იქნება სწორი, მიხვდით რა გითხარით, ხელს რო ჩამოწევთ, იქნება სწორი უკვე, აი ესე დაიხატება, მიხვდით? ხო. აი ან დასკრინეთ მერე ანისა და გაიმეორეთ აქ ეს რო დავხატე, გაიმეორეთ. ხო, ამას გადავდებ, გავიგეთ. ეხლა ჩემო კარგებო, ნახოთ აქ რა ამოვიდა და მერე შავ კატებზე ვნახოთ, აბა. რა უხრობა ამოვიდა. ნუ ნახეთ. ისევ შავი ჯადოქრები, აქ კუდები კიდე, ნახეთ. თითქოს ერთი-ერთში ამოვიდა, ხედავთ? თითქოს ერთი-ერთში, აქაც ფორმა ნახეთ, აქაც ფორმა ნახეთ რა. უყურებთ? საშინელებები, მკერდი რა არის, მკვებავი ხო? გინდა ძუძუმწოვარებით შეიძლება იყოთ ორსულობა, ნახეთ, დაბლაგე, ჩაკრა როგორ გაქვთ. სიშიშვლე ამოვიდა აქ. აი ეს არის ეხლა საპატარძლო კაბა. ან რო გამოიპრანჭები და დაბადების დღეზე რო მიდიხარ აი ის კაბა დაფიქსირ და ნუ აქ ნახეთ გული, სამკაულები, თქვენზე ჯადოები, სულები, კვერცხები, ხახვები, ნახეთ როგორი კლიტე გაიხსნა, ჩაკეტილი, დემონს ეჭირა, ოჩახნინიას. ნახეთ, აქ არის წყვილები, აი ესე გადახვეულია წყვილები. წყვილები არის გადახვეული და აქ არის ხუთიანზე, ესე იგი 55, ნუ მაგიური რიცხვებია, ნახეთ, ჩაკეტვები და ნახეთ როგორ არის ობობას ქსელი მეთქი, ობობას ჯადოც არის გაკეთებული, ნახეთ 100, ან რო არ აგისრულდეთ და იმას აუსრულეთ თევზი, აი კიდე გამეორდა თევზი, ნახეთ აქაც როგორი ეს არის ნაყოფი, აი ეს ორსულობის ჩაკეტვებია და აი აქაც ნახეთ ეს არის, ესე იგი მტრედი მეთქი რო ვთქვი, მაგრამ აქ ნახეთ როგორ არის გედია, ბედნიერება რო არ ქონდეთ, აი თვალი, ნისკარტი და რა ვიცი 1000 უბედურებები მაგათ წაუვიდათ, მოკლედ რა. ამინ. ეხლა მე მინდა ვნახო, ესე იგი რა ამოვიდა საჩუქარზე, ეს იყოს ესე. რა ამოვიდა, ერთი წუთით. ხო, გამოსასყიდი, ესე იგი 6 დღე უყურეთ,
და 8 ლარი იქნება გოგოებო ბიჭებო გამოსასყიდი. ჩემი ნომერია 595 53 47 57. მომწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, არ დარეკოთ, დატოვეთ ინფორმაცია, დაელოდეთ, მე როცა გიპასუხებთ, იმიტომ რომ მე მუშაობ. შემოვიტანე კატუნიები და უკან გავხედე უბრალოდ და ნახეთ, აი პატკლადები ხო გითხარით. კვერცხზე განაყოფიერება, შვილებადობა, რეალიზაცია, გონებრივი ჩამორჩენა, თავის ტვინის შელაყება, გალაყება. მე აქ მაქვს იმაზე სწავლაზე და გონებაზე მოძებნეთ და ჩართეთ უყურეთ. იმაში ხართ რა, ვაკუუმში ხართ. ნახეთ როგორ მოგაქციეს. აი თითქოს აი ამას გავს, ახლა მე რაც ვიმუშავე, ხო? ნახეთ როგორ მოგაქციეს აი ამ თავიანთ იმაში მაგიურ კალათაში ასე ვთქვათ, ხო? აჰა, აი აქ მაგ ეს უკვე აჩეხილია, მაგრამ კიდე ავჩეხავ. ნახოთ აბა კიდე. Ну ხო რა, აი პლენ, ესე იგი ტყვეობაში იყავით გენაცვალე გამო იმას გიქნეს, გამოგკეტეს, ეს იგივე რუიანი ხმლებია, აქ შეიძლება ციხეც დაფიქსირდეს, უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს და ვეძმა მიმუშავა, შავი ვეძმა, შავი კატით და ეხა კატუნიები ამოვიდა. კატაზეა ნამუშევარი. ხო, ზაგավորები და ასე შემდეგ ამაზეა ნამუშევარი. და მეხუთე ვნახოთ. ოჰოჰო, და აი რო ტუპიკიდან რო ვერ გამოხვიდეთ, რო ვერ გამოსულიყავით. აი ეს არის გაკეთებული. Ну ჟაბა, ბაყაყზეც მსხვერპლ შევწირვა ვიღაცა, აი ესე შურით სკდება, თქვენი გარეგნობა რო გადაიზიდა და აი შეიძლება ადამიანი იცნობთ ესე რომ ბაყაყს გავდეს, გვემას ხო ხვდებით არა? ბაყაყს გავდეს, კარგით. მოდი ახლა ვნახოთ რა მოიხსნა, როგორ გასუფთავდით, ვნახოთ აბა. ვაიმე ბუმერანგი წაუვიდა, აი ამაზე მეტი სიმართლე, მადლობა უფალო, მადლობა წმინდა ნიკოლოს, აი მადლობა წმინდა ნიკოლოს რა. ესე იგი ბუმერანგი ერთ-ერთში წავიდა, თუ როგორ წავიდა, აბა ვნახოთ ბუმერანგი მტერს. თქვენგან რა მოიხსნა? კი, ბეზდენეჟია უფულობაზე წავიდა. მოდი ბუმერანგს აქ დავდებ, რომ ძალიან მომეწონა, აი ესე იყოს. ჩვენ ტრებს ბუმერანგი უფულობაზე. რა მოგეხსნათ? ვიღაცა იყო, ესე იგი თქვენი სილამაზე გარეგნობა, ვინც გადაიზიდა და კრადნიკები დაგიდოთ, აი ეს მოგეხსნათ ჯანმრთელობაზე, ან სიმსუქნეში რო წახვედით, ან პირიქით წონაში დაიკელით, გზაჯვარედინზე იყო გაკეთებული, ეგ მოგეხსნათ. საიდუმლოაო, ხედავთ სარკეებზე შამანური შავი სარკეები იყო გამოყენებული 66 ახლა, ხო? შავხელიანებმა და სხვათა შორის ზოგი იცნობთ ამ ვეძმას, ამ ვეძმას ესე მეუბნებიან. ზაკრიტაია დაროგა, ნახეთ რამხელა უფლის წინააღმდეგობა მოგეხსნათ, წინ წახვალთ ეხლა. აჰა, ზავის, აი, ნახეთ, შავი შური მოიხსნა, პრიდაწელსტვა მოიხსნა, ტრიუგოლნიკი, აქ უყურეთ გულები და ისინი რა მოვიდა ურთიერთობებზე, ნახეთ, მესამე პირი, ვინც ესე იგი სასიყვარულო სამკუთხედში იყავით. ჩორნაია ვდავა, ვინ არის, ესე იგი, ან თქვენ ხართ შავი, როგორ ეხლა შავებს ატარებთ და მართლა ქვრივი ბრძანდებით ქალიც და კაციც, თქვენზე იყო დადებული, რომ საერთოდ ვერ გათხოვდეთ, ვერ მოიყვანოთ ცოლი, აი ეს მოგეხსნათ და ეს ვარდებზეა გაკეთებული და რაც ესე იგი ვერ ასრულებდით და ესე იგი კაუჩი იყავით, გამომული აქეთ ამ მხრიდანაც, იქით ამ მხრიდანაც, ეს იგივე პოტენცია
მამაკაცის ორგანო, ჩარჭობილი იყო და დაჯაჭვული იყო რა, აი ეს მოიხსნა, პრივაროტის ვარიანტში. და თქვენი ძალა, რაც წართმეული გქონდათ, ხო? თქვენი ადგილი ცხოვრებაში, ის დაგიბრუნდებათ და რაზეც განადგურება გქონდათ მამაკაცებზე, თქვენს მამაკაცებო და თქვენს მამაკაცებზე, ხო? აი საერთოდ რო არ გამოდიოდა არაფერი, ხო? და ორაზროვნად იყავით და ეს გახლეჩვა იყო და ყველაფერში ესე იგი რო ჩაფლავებაა, ხო? აი ეს მოგეხსნათ და რა არის ახლა გვირილები, ახალი წვეთი უყურეთ და იასნას მოგივიდათ, ესე იგი მოიხსნა ეს ყველაფერი, განთავისუფლდით და აზრზე გონებრივად მოხვედით უკვე აი ამ რიტუალში. მადლობა შავ კატუნიებს, აი შავი კატუნიები. ხო, ეს ბუმერანგი მტრებს იყოს და მე მიყვარხართ, თავებს გაუფრთხილდით, ნუ დაემსგავსებით ბოროტებს, უბრალოდ მტერი ყოველთვის დასაჯეთ, მაგრამ თქვენ არ გააკეთოთ შავი ჯადო არავისზე, თქვენ შვილებზე იფიქრეთ, თქვენს მომავალზე იფიქრეთ, რომ ისინი მერე ძალიან ცუდად იცხოვრებენ და გარწმუნებთ ასეა და აი აქ ძახილის ნიშანი დაისვა, ესე იგი კარგად დამთავრდა და ერთი წუთით კიდე ამით მე მინდა ეს დავაპეჩატო, ერთი წუთი თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ეს აუცილებელი იყო. ჩემო კარგებო, დანარჩენს მე დავამთავრებ, თქვენს გარეშე გისურვებთ წარმატებებს, გამოჯანმრთელდით და მომავალ შეხვედრამდე.